ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ქარელში. სამუშაოებს რეგიონული განვითარების მინისტრი გაეცნო. ითქვა, რომ მალე დასრულდება სოფელ ბრეთის მეურნეობაში თანამედროვე სპორტ დარბაზის მშენებლობა. ორსართულიანი ობიექტი სრულად იქნება მორგებული როგორც სპორტსმენების, ისე მაყურებელთა საჭიროებებზე. დაბა აგარაში კი კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი მომავალ წელს დასრულებული უნდა იყოს. დავათვალიერეთ ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეთის მეურნეობაში სპორტ კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობა, რომელიც დასრულდება დაახლოებით ერთ თვეში, წლის ბოლომდე დასრულებული იქნება, ღირებულებაში ადგენს 6 მილიონ ლარს. ასევე დღეს დავათვალიერეთ დაბა აგარაში კულტურის ცენტრის მშენებლობა რეაბილიტაციის მიმდინარეობა. იმყოფებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, სადაც მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა და უყურებთ, რომ დასრულების ეტაპზეა და რამოდენიმე თვეში ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს ამ უნიკალური ცენტრით, რომელიც დაფინანსდა რეგიონული განვითარების ფონდიდან.